სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. გილოცავ დღეს ძალიან დიდ დღესასწაულია ყოველთა წმინდათა ხსენება, ანუ ყველა წმინდანის ხსენება და ვისაც წმინდანის სახელი ქვია, თქვენი ესე იგი ანგელოზის დღე არის. თქვენი წმინდანის ხსენება. ეხლა მე არის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ნეა გამოდის და ნეო გამოდის ახალგაზრდა ბიჭი და რაღაცა ისეთი ამბები ეხა რომ მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა, მაგრამ ეხა რა დროს ნეა ყოველთა წმინდათა ხსენება. ამიტომ დავაანონსებ და მომავალ კვირას ამ და სხვა პრობლემებზე ვილაპარაკებ. ეს ნეო შექმნა ჭიქაში ქარიშხალი და ატყდა ერთი ამბავი. რა, სინამდვილეში ჭიქაში ქარიშხალი სასაცილოა უბრალოდ, მაგრამ ზოგს გონია რომ ქარიშხალია და რადგან ქარიშხალი გონიათ, იმათ გავაგებინებთ რომ ეს არ არის ქარიშხალი და უბრალოდ სასაცილოა. ამის შესახებ მომავალ კვირას. ძმანო და დანო, ფსალმუნში 67-ში წერია. საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა. და მართლაც ჩემო ძვირფასებო, ღმერთი საკვირველი რით არის? უკვე ამაღლებული ღმერთი ქრისტე, რომელიც ამაღლდა სული წმინდა გარდა მოვიდა შემდეგ მოციქულებზე. ღმერთი აი წმინდანებში ჩადო ძალა და წმინდანების მიერ გააკეთა ქნა უამრავი სასწაული. იმიტომ ამბობს მაცხოვარი, რომ მე რაც გავაკეთეო და რა სასწაულები ქნა მაცხოვრა, თქვენო მოციქულებს და შემდგომ წმინდანებს ეუბნება, უფრო მეც გააკეთებდო. მაცხოვარზე მეტი როგორ შეიძლება ვინმე გააკეთოს, მაგრამ აქ იგულისხმება, რომ თქვენით გავაკეთებ შემდგომ მე უფრო მეცო. და მთელი კაცობრიობის ისტორია, ქრისტიანული ეკლესიის ისტორია არის ამის დამადასტურებელი, ჩემო ძვირფასებო. ეხლა მიაქციეთ ყურადღება, რომ ქარიზმატული პერიოდები, ჟამები იყო ყოველთვის ეკლესიის ისტორიაში. ესე იგი, განსაკუთრებით, მაგრამ ქარიზმატული პერიოდები ზოგჯერ დიდი დოზით და ზოგჯერ საშუალო დოზით და ზოგჯერ მცირე დოზით. აი პირველი, აი ქარიზმატული დიდი პერიოდი, ჩემო ძვირფასებო, ეს იყო პირველი და მე-6 საუკუნის ჩათვლით. აქ სასწაულები ხდებოდა, ჩემო ძვირფასებო. ჯერ უბრალოდ მოციქულებმა რა სასწაულები მოახდინეს. წარმოიდგინეთ, რომ 70-მა მოციქულმა რა სასწაულები მოიმოქმედა, ეხლა ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით, ხო? და მეორე საუკუნეში მოციქულთა მოწაფეების შემდგომ რა ქარიზმატული პერიოდი იყო, როგორი, რა კარგ მდგომარეობაში იყო მრევლი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დევნა იყო, რომ სულიერი კიდევ მეორე მოძღვარი რო გეყოლებოდა ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, წარმოიდგინეთ, სოსიპატრა ფაგანი, ტიტე, შილა, წარმოიდგინეთ და შემდგომ ამათი საუკუნე, ეს ქარიზმატული პერიოდი გრძელდება, მესამე საუკუნეც გრძელდება, იმიტომ რომ მოწამეები და მე-4 საუკუნის დასაწყისი განსაკუთრებით კიდევ. აი თითქოს მინელდა, თითქოს ხო მოციქულების, მოწაფეების მათ დაასრულეს ამ ქვეყნიური ცხოვრება და ღმერთმა ახალი ტალღა, ძალიან დიდი არანაკლები მოციქულთა, მოციქულებისა ახალი ტალღა წამოვიდა. საოცარი წმინდა მამე ბასილი დიდი, გრიგოლი, იოანე ოქროპირი, ათანასე დიდი, კირილე ალექსანდრე, კირილე იერუსალიმელი, წარმოიდგინე კვიპრელი 20 მკვდარი ყავს გაცოცხლებული, მე-4 საუკუნეა უკვე. ესე იგი, რა სასწაულები არ აღესრულებოდა. მე ასევე მე-5 საუკუნე სასწაული წმინდანები ეხლა ამოწერილი მაქვს მე სხვათა შორის, მაგრამ ჩვენ ვიცით ეს და ეხლა ესეთ მშრალი ჩამონათვალი არ ღირს, იცით თქვენ ეს რა პერიოდი. მე-6 საუკუნე სხვაგან რო არ წავიდე. ჩვენი საქართველოს 13 ასურელი მამა მოვიდა. 13 გესმით სასწაულთმოქმედი 13-ვე და
აი მე საქართველოს მაგალითზე მინდა ჩემო ძირფად დღეს ყოველთა წმინდათა სენება აი სანამ გადავიდოდე ნახეთ საქმე მოციქულთაში მე-4 თავის 33 მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ ქრისტეს აღდგომას დიდი მადლი იყო მათზე ხოლო საქმეს მე-6-ეს მე-7-ში ნახე რა წერია ძალიან მნიშვნელოვანი იზრდებოდა ღვთის სიტყვა და ძალიან ბევრი მოწაფეთა და ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში ისე რომ ღვთელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა წმენას ეს ის დრო არის როდესაც იუდეველები პირდაპირ ყველას კლავენ სტეფანე გაიხსენენ მერე შემდგომ იაკობი რომ მოაკვლევინა იროდი გამიგეთ ესე იგი აი ამ გარემოში ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი გესმით ეს ხო მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ძალა და სასწაული ხო აბა როგორ შეიძლებოდა რომ სიკვდილი იყო გამოცხადებული ვინც ამ სახელით ქრისტეს სახელით ქრისტეს აღიარებდა და ამ დროს მრავლდებოდა ოღონ ახლა მათემატიკა ვინც მეტნაკლებად იცის და მათემატიკის გენია რო ჩავთოთ ჩემო ძვირფასებო 5000 რომ მოაქცია პეტრემ იქ ლუკა მოციქული ამბობს რომ აი ეს ზოგადად რა 5000 მიემატა აი 5000 როგორც 5 რო თქვა რა გამიგე აქ კი მრავლდებოდა ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი აი ამ მათემატიკური გენიას თუ ჩავთავ ეს ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი მინიმუმ 100000-ია ჩემო ძვირფასო გესმით მინიმუმ 100000 ესე იგი მღვდლებიანა ეხა იუდეველი დევნიდან ყველას და მოგის წევრები მღვდლები ყველა ის იუდეველი მღვდლები აღიარებდნენ ქრისტეს ამაზე მეტი დიდი სასწაული რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ავიღოთ საქართველო აი რა ბედნიერი ხალხი ვარ ჩემო ძვირფასებო ავიღოთ ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს რომ ნუ ის რომ ანდრია პირველწოდებული ქადაგებდა ეს ცალკე თემაა წარმოიდგინეთ რომ თომა მოციქულის თავის ქალა აქ არის წარმოიდგინეთ რომ ღვთის არავინ ისეთ ღვაწლში არ იყო როგორც შიომღვიმელი იმიტომ რომ მესვეტეც კი ყველაზე დიდი ღვაწლი როცა მესვეტე იდგა სვეტზე ამაზე დიდი ღვაწლი ამაზე უფრო დიდია იმიტომ რომ მესვეტე თუ არცხოვებს მაინც უყურებდა მზე აცხუნებდა მთვარე დანათოდა ღამე ეს კი სამარეში ჩავიდა და 15 წელი იქ იცხოვრა ხო გინახიათ ჩიომღვიმის ვისაც არ გინახიათ აუცილებლად ეს არის სოფლიო სულიერი ცენტრი ასევე ნადოკრაში სულიერი მსოფლიო ცენტრი არჩილ მეფე ეს ყველაფერი მონიშნეთ რუკაზე მონიშნეთ ჩემო ძვირფასებო დაწერეთ გონებაში ჩაიბეჭდეთ პირველი მსოფლიო მოწამე მეფე ქრისტიანობის არჩილ მეფე ნადოკრაში გამიგეთ მერე წმინდა ადგილები ნუ წარმოიდგინეთ უპირველეს ყოვლისა კვართი უფლისა ილია წინასწარმეტყველის ხალემი სვეტი ცხოველი რომელიც ამ მსგავსი სასწაული არ ძველახტვაში და არც ახალახტვაში არ მომხდარა გესმით რას ვამბობ ჩემო ძვირფასებო მერე წმინდა ადგილები პირდაპირი ჯვრისა და სვეტი ცხოვლის შუა სადაც დედოფალმა ქუშმა კახეთის დაილოცა და რადგან ძალიან გადიდებული იყო არაგვი როგორც მეწამული ზღვა ესე გაიხსნა და გადმოვიდნენ შრალზე სვეტი ცხოვლის მხარეს გესმით ევაგრე შიოს კვერთხით რომ გადავიდა მტკვარზე ასევე მტკვარი გაიგო ეს სოფლიო სულიერი ცენტრებია ღვთის დიდი მადლია დავანებული ისე წილკნელმა წყალი დინარეს კვერთხი დაადო წყალი არ ქონდათ ისე იქა წილკანში და ეს წყალი დინარის წამოიღო კვერთხი და გაყვა ეს ნაწილი ამ დინარით გადმოვიდა ნაწილი გაყვა და მოიყვანა ეს წყალი გაიყვანა ესე აი ეს ტერიტორია ქსნის ვიდრე წილკნამდე ესეც სასწაული ადგილია ღვთის დიდი მადლით დავანებული გამიგეთ აქ არის ანჩის ხატი ხელთუქმნელი აქ არის აწყურის ღვთისმშობლის ხატი ჩვენს მუზეუმებში დავანებული თბილისში ჩვენს წმინდა დედაქალაქში ჩემო ძვირფასებო აქ არის ისე წილკნელის ხატი ისე წილკნის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მოციქულის დახატული დავით და კონსტანტინეში გვაქვს ასლი კანკელზე
გესმით თქვენ რამდენი გამომრჩა იცი ეს დანარჩენი თქვენ დაამატეთ რუკაზე იმუშავეთ ერთი რუკა საქართველოს აიღე და მარტო ესენი აღნიშნე ეს ესე იგი მე რასაც ვამბობ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ძალიან ბევრი გამომრჩა ეხა ძალიან ბევრი ახლა დასავლეთი 12-თაგანი მოციქულთაგანი სიმონ კანალელი აფხაზეთშია დასაფლავებული მატათა აჭარაშია დასაფლავებული ივანე ოქროპირი 32 წელი იყო და ის სარკოფაგი ეხლა შენახულია კომანში აფხაზეთში დასაფლავებული მაქსიმე ამხსარებელი ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა რომელმაც გადაარჩინა მართლმადიდებლობა ცაგერშია დასაფლავებული სვანეთის სასწაულმოქმედი ყველა ხატი ზმანოდადანო რომელიც ზოგიერთი არის სასწაულია მე-7-მე-8 საუკუნის მე-11-მე-12 საუკუნის ყველაზე ახლები ასე ვთქვათ მუზეუმში გესმით თქვენ რას ვამბობ და რამდენი დავით და კონსტანტინე მოწამეთა ეხლა ჩემო ძვირფასებო მოდი ყურადღება გავამახვილოთ ჩვენ ქალაქ თბილისზე და ესეც ამოიწერეთ რუკაზე, ამოიწერეთ აუცილებლად ეს გვახსოვდეთ. ეს უხეშად რო თქვათ, არ პიარდება რა საცოდაობა, ჩემო ძვირფასებო. და საქართველოს შეიძლება ცხოვრობდეს ქართველი, თბილისელი ერქვას, ცხოვრობდეს და ეს არ იცოდა. ვახტანგ გორგასალმა დაარსა თბილისი. ლეგენდარულია რო ამბობენ წმინდა მეფემ სასწაულმა თბილისი არის ქალაქი ქრისტიანულად დაფუძნდა, ქრისტიანულად გავლო აქამდე გზა და დიდი იმედია პატრიარქის დასაფლავებამ და 17 მაისის გამოსვლები ჩვენ დიდი იმედს გვაძლევს, რომ ბოლომდე ქრისტიანული იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. 100,000 მოწამე. შუშანիկ დედოფალი მეტეხის დასაფლავებულია. ვახტანგ გორგასალის დედა საგდუხტი, რომელიც არანაკლები ძალიან დიდი წმინდანია, დასაფლავებულია ზემო ბეთლემში, ჩემო ძვირფასებო. აბო თბილელი და დიდი სასაული რომ მოხდა ღვთაებრივი ცეცხლი 4 და 5 დღე რო ენთო, ჯვარი რო გამოისახა. ამ ესე იგი შემდგომ დოსითეოს კათალიკოსი წამებული ანჩისხატშია დასაფლავებული იოანე მანგლელი სასწაულმოქმედი სიონში რომ ჯვარი თვითონ იწეოდა წირვის დროს და ხელში მიდიოდა წარმოიდგინეთ და მე-18 საუკუნეში კაცმა დაღესტანში გადავიდა მარტო და მოაქცია დაღესტნელები ეს ალბათ უფრო დიდი სასწაულია ვიდრე რა ვიცი რომელიმე ნებისმიერი სასწაული არ ვიდა დაღესტანში ჩახვიდე რა ძალაუნდა და იმათ ისინი მოაქციო ამბროსი ხელაია პატრიარქი დასაფლავებული წინასწარ მეტყველი სიონში კირიონ კათალიკოსი მოწამე კალისტრატე ცინცაძე ილია მეორე ეხლა როგორ შეიძლება რომ არ ვთქვათ რომ ის წმინდანი მოვა ის დროც მაგრამ ნამდვილად წმინდანი იქ არის დასაფლავებული ვიტალი არქიმანდრი და ზინობი მიტროპოლიტი ძველი მითვითვე პლეხანოვის უბანი ალექსანდრე ნეველის ტაძარში ეს ორი უდიდესი წმინდანი გესმით თქვენ ავჭალის ნათლისმცემლის ტაძარში ასეთი გადმოცემაა რომ იქ გალობდნენ ქრისტიანები და მოწამეები არიან იქ აწამეს მოკლედ ესენი გარდა ამისა თბილისში ნახე რას ვამბობ რამდენადმე რთული და გარდა ამისა თბილისში არის 200 ტაძარი და მრავლდება კიდევ თითქმის ყოველ ტაძარში არის ძალიან დიდი სიწმინდეები მათ შორის ჩვენ ტაძარში მაცხოვრის ჯვრის ნაწილი რომელიც ჩვენ გვაქვს აქაც კედელში და ჯვარზე აღდგომის ნაწილი სადაც აღდგა ის ფილა იქ ხატზე გამოსახულია იმის ნაწილი აი წერტილოვანი ის არის იქ ეს სიწმინდეა ჩვენ გვაქვს პავლე მოციქულის ნაწილი მოგვივიდა აი პავლე ინვალიდი ბერი რო იყო საოცარი კაცი იმან გვაჩუქა მოგვივიდა სასწაულებრივად კიპრიანეს ნაწილი რომელსაც ეხა წირვის მერე ისა კიპრიანეს ნაწილი გვაქვს კიპრიანეს ნაწილი რომელსაც ემთხვევით და დაილოცებით გამოვიდან ჩვენ და კიდევ სხვა მრავალი სიწმინდე წმინდა გიორგის შიომღვიმელის და ასე დავით და კონსტანტინეს და ასე მარტო ჩვენ ტაძარში ხო გესმით თქვენ რას ვამბობ
ამ ქალაქში, ჩვენს ქალაქში გაუვლია და ყოფილა დიდი ხნით და უცხოვრია, რო არ გამომჩეს. ესე იგი, მოდი ამით დავიწყოთ, წმინდანი არ არის, მაგრამ ძალიან შოთა რუსთაველს რა ქალაქი გვაქვს ჩემ აშოთ კურაპალატს დავით აღმაშენებელს თამარს რეზიდენცია ჰქონდა ისა ტაბახმელაში შემდეგ გიორგი ბწყინვალეს გესმით თქვენ რას ვამბობ და ნუ აღარაფერს ვამბობ ხა ისეთი აღარაფერს ვამბობ ჩემო ძვირფასებო ნუ გარდა წმინდანებისა ამ ქალაქში ცხოვრობდა საოცარი ხალხი ხო მაგალითად მეფე ერეკლე წარმოიდგინე თელავში კი იყო მაგრამ თბილისშიც იყო მეფე ერეკლე წარმოიდგინე ამ ქალაქში ცხოვრობდა ლეგენდარული ქართველი მეფე ჩემო ძვირფასებო სასწაულია ერეკლე მეორე ამის შესახებ ჩვენ გვითქვია და კიდე შეიძლება მრავალჯერაც ალბათ ვიტყვით ესე იგი რამდენი გამომჩა ეხლა რამდენი გამომჩა ხედავთ რა ქალაქში ცხოვრობ ჩემო ძვირფასებო ასე რომ რა ვიცი აი რა ვთქვა ძალიან ბევრი ეხლა ვიყურები და ძალიან ბევრი რამე გამომჩა ძალიან ბევრი ჯერ მარტო ეს რაც თქვი როგორ შემართება შეიძლება მოქცეს და რასაცოდაობა ის ახალგაზრდები რომლებმაც აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ განათლებას იღებენ თქვა ევროპაში ძალიან კაია მე მომხრე ვარ მაგრამ ეს რო არ გეცოდინებენ და ევროპაში რო განათლებას მიიღებ აი რა კაცი უნდა გამოხვიდე და ან რა ქალი უნდა გამოხვიდე აი ეს თუ გეცოდინება და მართალი ქრისტიანი იქნება ჭეშმარიტი აი მე მართლა უნდა წავხვიდე იქაც მიიღო განათლება თუ არა გაგსრისავს და გაგჭყლიტავს ის განათლება და იქნება ვარესი კარგი ჩემო ძვირფასებო ამით ნუ ძალიან ბევრი მეფეები გამოგჩა რომელიც თბილისში იყვნენ მეფე ლუარსაბი სიმონ მეფე ძალიან ბევრი ჩემო ძვირფასებო ეგ ხო თქვი 100,000 წარმოიდგინეთ ჩვენ რა ქარიზმა ხო ეს ხო ეხლა ჩვენ ქარიზმატულ დროში ვართ ოღონდ შემცირებული მაგრამ ეს შემცირებული მე წინა ქადაგებაში ხო ჩამოვთვალეთ რამდენი წმინდანი ცხოვრობდა მარტო თბილისში ჩვენს ირგვლივ და იცი რამდენი გამომჩა გაბრიელი რო გამოგჩება პაისი რო გამოგჩება კი ვახსენეთ პაისი გამომჩა პაისი რომელთა შენახვედრი ვარ ორჯერ შევხვდი რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს მთელი მე-20 საუკუნე პაისი იყო ჩვენთან წარმოიდგინე არ არის ეს ქარიზმატული პერიოდი ისეთი არა ვთქვათ როგორც მოცემულმა არ არის საოცრებად ჩემო ძვირფასებო ჩვენ ცხოვრობთ ქალაქში რომელშიც დღესაც ცოცხალი არქიმანდრიტი რაფელი არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპეტეს მონასტრის წინამძღვარმა თქვა მამა რაფელს რო შეხვდა ეს ჩანაწერია აუდიო ჩანაწერია მამა რაფელი ბედნიერია თბილისი რომ თქვენ აქ ცხოვრობთ აქ დაიბადეთ და აქ ქადაგებთ გამიგეთ არის ფილმი პატრიარქმა რომ მამა რაფაელი მოიწვია 80 წლის დოკუმენტური ფილმი 80 წლის თავზე ანახა მთელი საპატრიარქო დაათვალიერებინა და უთხრა შენ ხარ უნიჭიერესი ადამიანი იქადაგე და იქადაგეო შენ გაქო ღვთისგან მოცემული ეს ნიჭიო მამა რაფაელი დღეს ცოცხალი მართალია უძლურად არის მაგრამ 94 წლის ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი სხვებიც მოვიყვანოთ ისე რომლებმაც წმინდანები არ არიან მაგრამ გამოიჩინეს თავი გამიგეთ მაგალითად არქიმანდრიტი ფილარეტი ესეც ჩვენთან იყო მაგალითად არქიმანდრიტი ლაზარე რომელიც გარდაიცვალა არქიმანდრიტი ლაზარე რამხელა ძლიერი პიროვნება იყო როგორი ქადაგებელი იყო როგორი გამიგეთ და ძალიან ბევრი ეხა ძალიან აი რო დავფიქრდე ძალიან ბევრი ისეთი ხალხი ღმერთმა ხალხმო ჩვენ ისეთ ქალაქში ვცხოვრობ მოგმადლა ისეთი ხალხი წმინდანებს დაანებეთ თავი ისეთი ხალხი აი რო ჩამოვთვალო ხო რომლებიც წმინდანები არ იყვნენ მაგრამ სიძლიერე იყო ის საქართველოს გამიგე და ყველა თითქმის ქრისტიანულად გავიდა შემდგომ გამიგე და მე ამათ რატო ჩამოვთვლი ახლა იმიტომ რომ ღვთის დიდი ნიჭი იყო მათზე გამიგე და ის სადაც ღვთის დიდი ნიჭია ეს ღვთის მადლია
შალვა ნუცუბიძე, ჩემო ძვირფასო. შალვა ნუცუბიძემ რუსულად რო თარგმნა ვეფხის ტყაოსანი, ალექსანდრე ტოლსტოი მიცით რა თქვა, ეს ძალიან გამოჩენილი დიდი მწერალი და პუბლიცისტი და რა საოცარი სიტყვები თქვა, ჩემო ძვირფასო. პუშკინის, გოგოლის, ლერმონტოვის, ტურგენევის შემდეგო თუ რუსული ენაო უფრო ამაღლდებოდაო. გამიგე? ესე რაიმე ნაწარმოები გადმოცემდა უფრო მაღალს, ანუ ამის თარგმანი ვეფხის ტყაოსზე უფრო მაღალია ვიდრე პუშკინის და იგეს თქვა რა. და დოსტოევსკიო? დოსტოევსკი. გესმით თქვენ რა კაცი იყო შალვა ნუცუბიძე? და სხვათა შორის მორწმუნე გახდა. იყო კიდევაც, მაგრამ ძალიან მორწმუნე გახდა. კორნელი კეკელიძე, რომელიც ღდელი იყო, ჩემო ძვირფასებო. მე კი უარყოფა, მე მისი დიშვილიდან მახსოვს ნედავით რა იყო, რომ სიკვდილის წინ წარეტიროდა ქრისტე შემიწყალე. გამიგეთ კორნელი კეკელიძე, რა ვისაც აგიკითხეთ ქართული ესე იგი აგიოგრაფიის ისტორია, ქართული ლიტერატურის ისტორია, ოდნავ მაინც გადაგითვალებით, მიხვდებით ის რა კაცი იყო, ხო? პავლე ინგოროხა. აი ეს მარტო ესენი ვინ ჩამოთვალე. ამათ წინაშე ესენი რო იყვნენ და საუბრობდნენ, უბრალოდ სირცხვილი იყო იქ ხმის ამოღება. უბრალოდ შეგწხვებოდა იქ, აი წრუწუნად იქცეოდი. ვეღარ აი არიან დღეს დიდად ლაპარაკობენ და ერთი ამბავია და ვითომ აი იმათ წინაშე უბრალოდ ვეღარ დაილაპარაკებთ. ისეთი ნიჭიერი ხალხი იყო, ჩემო თუ გინდა ავიღოთ ლიტერატურის დარგში, ჩემო ძვირფა გალაქტიონი. კი ამბობს ტერენტი გრანელი, ცუდად ვიყავი გუში მკვდებოდი, ეხლა მიგონებს ალბათ ზოზია, გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ანუ გალაქტიონს ჰქონდა რაღაც ცუდი რაღაცები, მაგრამ კარგიც ჰქონდა. დედა ღვთისამზეო მარიამ, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდი. ესე იგი, გალაქტიონს ძალიან ბევრი ჰქონდა რელიგიურიც. გალაქტიონი, რამხელა ნიჭი იყო ღვთისა, მასში დავანებულ ეს თბილისში დადიოდა ეს კაცი. ძალიან ბევრი კონსტანტინე გამსახურდია რა არის ეს დიდოსტატის მარჯვენა რელიგიურიც არის სხვათა შორის. დიდოსტატის მარჯვენა ცოტა კი არის რაღაც ისეთი ცუდი რაღაცებიც, მაგრამ ნუ კომუნისტების დრო იყო და ალბათ თლად ცოტა კოჭის გაგორება უხდებოდა ყველას. გალაქტიონს 1000 ლექსია ლენინზე და პარტიაზე დაწერილი, მაგრამ გალაქტიონი კომუნისტი იყო. ჩემო ძვირფასებო, ჭაბუ ამირეჯიბი ძალიან გესმით რა ქალაქში ცხოვრობთ უბრალოდ, რა? ეს ჩამოვთვალოთ, გავაგზავნოთ ლერიკო ანჯაფარიძემ სოფლიო მსახიობი. პატრიარქს როგორ ჩაიხუდა და როგორ ამთავრებს თავის კინო სამსახიობო კარიერას. ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიდის და ისეუნება არაოდა. აბა რა გვინდა ის გზა, რომელიც ტაძართან არ მიდის. გამიგეთ ჩემო ძვირფასო. ღმერთმა და ეს ხალხი ყავდა ღმერთს და ეს რაღაცნაირად ეს ხალხი ქადაგებდა ქრისტიანობას. ქადაგებდა, აი მე ხლა ცალკე შეიძლება მე განვიხილო ტერენტი გრანელს 20 სერიოზული ლექსი აქვს პირდაპირ ქრისტეზე და ანგელოზებს. 20 და მეტი. 20 პირდაპირ ირიბად ძამბებ. მოკლედ ახლა დავამთავროთ რომ არ გადავიღალოთ და ეს თემა გრძელდება, იმიტომ ამოუწურავია. მე გთხოვ თქვენ, ერთი საქართველოს რუკა გააკარით და აი რაც თუ ეს წერტილები, აი და ამოწერეთ ფლომასტერებით, მიაწერეთ აქ რომელი აქ ისეს და უყურეთ. შეისისკოცეთ, გონებაში ჩაიბეჭდეთ თუ რა ცხოვრებაში რა სად გვიხდება ჩვენ ცხოვრება სამხრეთ საქართველოს გამოგჩა ჩემო ძვირფასებო და იქ აწყურის ხატი იქიდან მოდის, ეს სასწაულთ მოქმედი ხატი. და ეხლა იქიდან შორს წავალთ ეხლა რამდენი წმინდანი გამოვიდა იქიდან, გიორგი მთაწმინდელი, ეფთიმე მთაწმინდელი, ყველაფერი ეს იყო მესხეთ ჯავახეთიდან, ტაო-კლარჯეთიდან
გრიგოლ ხანძთელი რო გამოგრჩება სამხრეთ საქართველოს წარმოიდგინე და მატოვი და დედა ფებრონია და მოკლედ ხედავთ ჩვენ და ძალიან ბევრი გეხვეწებით გააკარით რუკა ერთი ცალკე ამისთვის გამოყავით აიღეთ დიდი რვეული და ეს ყველაფერი ჩამოწერეთ და თქვენ კიდე რასაც ნახავთ მოლოცის დროს კიდე ახასდაო სულ ჩაწერეთ და რაც თავარია მისიონერობა გაწიეთ ასწავლეთ ცხებს ბებიებს ბაბუებს შვილებს და შვილიშვილებს საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო თბილისი კი შიგ ჩასმული ბადახში გავცქერ მხარეს უხინჯოს და უნაკლოს ალაზანის დიდ ველივით გადაშლის ჩვენთან არის ღმერთი დაგლოცო